ადამიანი იმით განსხვავდება ყველა სხვა ქმნილებისაგან სამყაროში, რომ მას მისტიკური სიღრმე გააჩნია. მაგრამ მისტიკური სიღრმე, ანუ საიდუმლო სიღრმე. საიდუმლო სიღრმე ნიშნავს იმას, რომ ჩემი სენსორიკისთვის ის მიუწვდომელია, ადამიანი ფიზიკურადაც რომ გახსნა ვერ ნახავ მას, მაგრამ და გონება როგორც შემეცნების უნარი არ დაიყვანება ლოგიკურ აზროვნებამდე, მაგალითად მშვენიერების აღქმა, ხო? თქვა ვან გოგის რომელიმე ტილო რო აიღო, ლოგიკურად შეიძლება ვერაფრით ვერ დაასაბუთო, რომ ის მშვენიერია, მაგრამ ის უმშვენიერესია, ხო, ესეა. ან მაგალითად ზნეობრივი კანონის შეფასება, ამასაც ლოგიკური აპარატის მიღმიერი რაღაცა, რომელიც ამას შეიმეცნებს. ანუ იმის თქმა მინდა მე, რომ ეს გონიერება არის ისეთი რამ, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და კიდევ უფრო დიდ რამეთ აქცევს. ეს არის შემოქმედის ხატება და მსგავსება და სიტყვა არის ეს არის მისი გამოვლინების ინსტრუმენტი. ანუ მე გონებას ესე ვერ ვკიდებ ხელს, არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მივხვდე იქ რა ხდება, მაგრამ სიტყვა, რომელიც გონებაში წარმოიშვება, ესე ძალიან საინტერესოა, გონებაში იშვება სიტყვა და აქ შეიძლება ვისაც მეტნაკლებად ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასთან კავშირი აქვს, იმ წამს გარკვეულ ასოციაციას იწვევს, მამისგან იშვება მარადიული სიტყვა და გონება როგორც ამ შემთხვევაში სიმბოლო მამისა და სიტყვა როგორც სიმბოლო იესო ქრისტესი, მარადილად იშვება ჩვენში სიტყვა, ოღონდ ეს სიტყვა განსხეულდება, მატერიალიზდება, განივთდება, ისე როგორც ძეღმერთი მოვიდა ადამიანად და დავინახეთ, განვიცადეთ, შევხედეთ, ვესაუბრეთ, მისი სიტყვა გავიგონეთ და ჩვენთვის საცნაური ხდება. ანუ სიტყვა, რომელიც ჩვენში იბადება, ის მეტნაკლებად მიჩვენებს ჩემს მდგომარეობას, იმ უმთავრეს ნაწილში, რომელსაც ჩემი მისტიკური სიღრმე ქვია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანი როგორც მოაზროვნე და თვითუფლებრივი არსება, რა თქმა უნდა, გონების გარეშე არ არის, გონებიდან გამომდინარეა, რომ მე ვარ მოაზროვნე ადამიანი და მე ვარ თავისუფალი. და სიტყვით მე ვხედავ ჩემი გონების რესურსი როგორია, დამტევნელობა, რა შიგთავსია ჩემ შიგნით და ასე შემდეგ.